ამოუცნობი პარანორმალი აქტივიტი დაფიქსირდა ჩვენ სახლში. და ამას მოგიყვებით და თქვენი ვერსიაც გითხარით რა მოხდა. დღემდე რომ ახსენდება ხოლმე ის არის. მზარავს. კი, და რა მოხდება არ იცი რა. მართლაც. კი, მაგარი ამბავია ძალიან. არა. მიდის სანახავ. გამარჯობა, თქვენ უყურებთ ოჯახურ პოდკასტს, გვანცასთან და გიორგისთან ერთად. გამარჯობა. 27 ეპიზოდი. მადლობა პირველ რიგში ჩვენს მაყურებელს. მაყურებელს მადლობა კი, იმიტომ რომ წინა ეპიზოდმა წარმატებით რომ ჩაიარა. რეკორდული ნახვები აქვს. ხო, ამ ეტაპზე როცა ვიცით 5000 გადაცდა. კი. და საერთოდ და იკოს მადლობა. იკოსთან დიდი მადლობა და საერთოდ სტუმარი რო ყავდა ჩვენ მაყურებლის დამსახურება 100%-ით. კი, როგორ და პატრიონზე ხარდამჭერები ვინც ყავს, რა თანხას მოგროვდა, შევძელით რომ დამატებით შტატები, მიკროფონი, ხმის ჩამწერი, რომელიც 4 იმის არხის ჩაწერა შეუძლია ერთდროულად, ეს ყველაფერი საყიდელი იყო. და პლუს ამას мотиваციაც არის, რომ ესე გვეხმარებიან და გვიდგანან და ჩვენ ეს შევძელით. პასუხისგებლობა. როგორც დაგვირდით, სტუმრიანი ეპიზოდის ჩაიწერა, ვეცდებით რომ მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც გავაკეთოთ. ესეთი სტუმრებით, რომლებიც გაგიხარდებათ. ხო, მე მგონი გაამართლა მაგან. კომენტარებიდან გამომდინარე ვამბობთ. ხო, ნუ ახლა იკოსტუმრობა გაამართლებდა ყველა ვარიანტში. ხო. არხის გამოწერაც არ დაგავიწყდეთ. იმიტომ ძალიან გვჭირდება ესეც. გამომწერებაც მოიმატა, იკოსმერი. გამომწერება მოიმატა, მაგრამ ნახვა არის 5000, გადავწვდით 5000, ხო? მაგრამ გამომწერი არის 1700. გამომწერი 1700. ხო, და ვისაც დაგავიწყდათ. არ გამოგიწერიათ. გამომწერი არ არის. გამოიწერე. ნახვა არის 5000, გამომწერი. გამომწერი არა. ხო, ძალიან ბევრი დადებითი და კარგი კომენტარი იყო, რაც არ გვიკვირს იკოს ამ ბავში. მაგრამ ერთი შენიშვნაც იყო. უკვე მეორედ. რომელი? სტუდიასთან დაკავშირებით ერთმა ადამიანმა მეორედ დააკომენტარა ზუსტად ერთი და იგივე კომენტარი, რომ სტუდიაო ძალიან გადატვირთულია, არაჰარმონიულიო და ვერ გიყურებთო. ხო და რაღაცა საკაიფო დატვირთული არის, ხო და ეხ მეც უყურებ რა, არაჰარმონიულიც ხო არ ვიცი. ხო, კი ბატონო, გემოვნება მილიონერია. თქვენც თუ რამე არ მოგწონთ ან რაღაცა ესეთი რაღაც არიაც ხელს გიშლით, გითხარით, თუმცა კონკრეტულად, იმიტომ რომ ასეთ კომენტარზე აი ძალიან გადატვირთულია, არ ვიცი რა გავაკეთო, ანუ ხო, მოშოთ ყველაფერი. რაღაცა პოსტერი მოვაკლოთ თუ ან რომელია ვცვალოთ თუ აი მაგალითად ისეთი რა, მაგალითად თუ ჩაბნელებულია და გინდა თუ უფრო მეტად განათებული იყოს, ან რამე ესეთი კონკრეტული თუ რაღაც რამდენიმე ადამიანი დაწერს, ესე იგი ეგრეა და ღირსში უკვე შეცვლა. ხო. დანარჩენი ეს არის წინა ორი ეპიზოდი, ის ქონდა იტალიაში მოგზაურობა, მე ისტორიან არის კლასიკურ ეპიზოდს დაუბრუნდით. ხო, პირველად. ახლა რა ჩაგიწერი. კი. უხერხულად ხო აქვს. იჭებდა ერთად. ხო და ახლა რაღაცებს ვფიქრობ რა მეხوار გვავიწყდება ხოლმე და რაღაცა. ხო, ვლოგზეც ვამბობდით, რომ აი თუ მოეწონება ხალხს და რაღაცა სხვა დროსაც გადავიღებთ ხოლმე და მე მგონი გამოხმაურებიდან და ნახვებიდან გამომდინარე, ცუდი არ იყო. კი, ვლოგსაც ბევრი ნახვა აქვს. ბევრი ნახვა აქვს, მაგრამ გამომწერი ისევ ცოტა. გამომწერი ისევ არა. კაი, დღეს მივიხილოთ ამბებს, რაღაცა საინტერესო ამბებს მოგიყვებით. ალფიზე გვაქვს ძალიან საინტერესო რაღაცა ამოუცნობი პარანორმალი აქტივიტი დაფიქსირდა ჩვენ სახლში. კი, იმის მერე. ამას მოგიყვებით და თქვენი ვერსიაც გითხარით რა მოხდა. დღემდე რომ ახსენდება ხოლმე ის არის. მზარავს. კი. მოგიყვებით კი ახალი რუბრიკასაც დავამატოთ, გულის ამაჭუყებელი ამბები. და რაღაცა ერთ ესეთი ისტორიას მოვყვებით ხოლმე. ხო. ანუ გადავწყვეტეთ დავარქვათ. სასაცილო ამბავიც ერთი კიდე. სახელები ხო იმებს, ნიუსებს. აი გულის ამაჭუყებელ ამბავს დავარქვათ. დანარჩენი შეიძლება სხვა კატეგორიები იყოს ხოლმე, მაგრამ გულის ამაჭუყებელ ამბებს ხო. მეცდებით ხშირად ესეთი აი დადებითი, ესეთი ამბავი, რომელიც ვა რა, კაი რაღაცა მოხდა და იტირებ.
გოლი აგიჭუხდება. გვექნება თამაში. ესეთი საოჯახო თამაში მოვიფიქრეთ, რომ ერთმანეთს დავუსვამთ შეკითხვებს სახლიდან გამომდინარე, სახლში რამდენი ჭიქა გვაქვს, ან სახლში რაღაცა კითხვა იქნება ჩვენ სახლზე და თუ გვექნება პასუხები, სამ-სამი კითხვა გვექნება. და კიდე რა გვაქვს? კომენტარები გვაქვს? კომენტარები იყო ძალიან ბევრი. დაგროვდა რა, იქ აბა იქით ვლოგზეც, იკოსზე თავისთავად, ხო და არ ვიცი, ამდენი კომენტარი ერთად როგორ წავიკითხოთ. ხო. მაგრამ რამდენიმე საინტერესო შეგვიძლია ამოვარჩიოთ, მაგალითად, აი გვანცარა საყვარელიაო და რაღაცებს რო წერენ, ეგეთი. ხო, ეგენი წავიკითხოთ მაქსიმალურად. ხო, ერთი რაღაცა გაუგებრობაც იყო იქ, რაღაცა ვერ გაიგეს რა ხდებოდა სტუდიაში. ვინ არისო შენზე როგორ ხდება? ეს ქალბატონი ვინ არისო, ჩემზე ასე თქვას. ვა, მაგიდა ყანთრავს. მაიცა. ზამიეჭროში. გავასწორე. აქ რეგულირებად ფეხები არ მაგიდას და სტორდება. ხო. მაგრამ ყოველჯერზე რატო შვება, რა ვიცი, იატაკი ხო არ მოძრაობს ერთნაირია სულ და ერთხელ გავასწორებ, მეორეჯერ რატო იმაშვება ის. ხელსახოცების შეტანვა არ გვიწევს. ეგ არის ჩემი საყვარელი საქმიანობა სხვათა შორის. სადმე კაფეში რო შევალთ და მაგიდა ყანთრავს, რა თქმა უნდა, ყოველთვის არ არსებობს სადმე შეხვედი და მაგიდა არ ყანთრავდეს. ეგრევე ტენის გაყოლეს. ეგრე, აი, თან მიყვარს ეს ხო და რატო გევასებია? არ ვიცი. კაი, დავიწყოთ ამბით, რომელმაც შეგვძრა. ბოდიში ერთი შეგაწყვეტინა ის ახალი სერიალები ნახეთ კიდე. მაგაზეც ორ სიტყვას ვიტყვით, ხო. მოკლედ, მოხდა ესეთი ამბავი. საღამოს, არა, გვიანი იყო გაღამე ესე 11 იქნებოდა ალბათ. ვისხედით ვერანდაზე. გრილდებოდით. ხო, კი, ნანახი გაგვთ რამდენიმე ეპიზოდი იქიდან გვაქვს ჩაწერილი. და ვერანდაზე გვაქვს ესეთი განათება, მავთულზე რომ ბევრი პატარ-პატარა ნატურა არის ესეთი, ჭერზე გვაქვს ესე გაბმული, ალბათ იქნება ერთი 20-30 ესეთი წვრილი ნატურა. და მაგას ვანათებთ ხოლმე ლამაზია და ასწორებს. ხო და ეს განათება გვენთო, ჩვენ ვსხედვართ გარეთ და ალფი როგორც წესი, კარებს ხურავთ ხოლმე ეს ბადე, რა აქვს, წერების ბადე, ეს მოხურული გვაქვს და ალფი შიგნიდან ზის ხოლმე და ვიყურებს სანამ შევალთ. და ათვალიერებს ვერანდას. დაახლოებით ჩვენგან ერთ მაქსიმუმ 2 მეტრში. ხო, თვითონ ეშინია, რატომღაც ერთხელ შეეშინა რაღაცა და ვერანდაზე არ გამოდის. და იქიდან ყოველთვის ჩვენ რო გავალთ გარეთ და დავჯდებით ხოლმე, ის კარებთან ზის იქვე რა, დაახლოებით ესე აქვე რო იჯდეს. ესეთ მანძილზე. და უცებ გვანცა მეუბნება რომ რაღაცას ალფი მიაშტერდა აი ამ ნატურებს. აი რაღაცა კატარო რაღაცა თითქოს იმას დაინახავს. მსხვერპლს და უსაფრთხოება აი ძალიან ინტენსიურად კიდე არ ვიცი როგორ ესე რო უყურებს რა ერთ წერტილში. აი თითქოს რაღაცას ესე გაიხედავს, გამოიხედავს ათვალიერებს და გვანცა მეუბნება რომ რას უყურებს ოზევით ნახე რაღაც დაინახაო. იმიტომ როგორც წესი ზევით არ ეყურება ხოლმე, ანუ ქვევით, ან ჩვენ გვეყურებს, ან ქვევით რაღაცა შუქებიან რაღაცა ის არის და იმას უყურებს. არასდროს არ ეყურება ზევით. ხო, ესე რომ მიაშტერდეს არ არის. ვიფიქრეთ რამე მწერზე იცის ხოლმე ან რაღაცა ეგეთი თქვა იმას ის იქცევს მის ყურადღებას. უყურებთ ამ ნატურებს, აი არაფერი არ არის საერთოდ. გავხედე ალფის ის კიდე მიშტერებული უყურებს ამ იმას, ეს გაშიშებული დგას და უყურებს. ისე გავხედეთ ნატურებს, რამე ხო არ ირეკლავს, რამე ხო არც ნატურები არ მოძრაობს, არც ნიავი არ იძვრის, არც არაფერი მწერი არ დაფრინავს და ეს ნატურები გვაქვს 4 ან 5 წელია რაც მაქვს. რაც ამ ვერანდაზე მაქვს ესე ჩამოკიდებული და არასდროს ასეთი რაღაც არ მოხდა, რაც ახლა მოხდა, ისევ ეს გრძელდება 1-30 წამი, რომ აბა რას უყურებს, ავიხადე ჩამა მაქსიმუმ 1 წუთი და უცებ ნატურებმა დაიწყო ესე ძალიან ინტენსიური ციმციმი ყველამ ერთად. აი Stranger Things-ი ვისაც ნარახი გაქვს. აი ეს მონსტრები რო ბოდიან და ნატურები რო ხო, აი ზუსტად ესე რა, აი რაღაცნაირად აი ძალიან აქტიურად დაიწყო ციმციმი ყველამ ერთდროულად. სახლში შუქებით ჩვეულებრივად იყო, ნუ ძაბო არ დაცემულა არაფერი, შიგნითაც უყურებდით. და ანუ აი ციმციმებს ისტერიულად რა ეს ნატურები. ალფისაც გავხედეთ, αλფისაც შეეშინდა, მე მგონი აღარ მახსოვს ალფის რა რეაქცია ქონდა. ხო, რაღაცა პატარა, მაგრამ ისევ გააგრძელა ხო, ისევ უყურებდა და ეს გავართ 15 წამი გაოგნებულები უყურებთ აი ამ ციმციმს, აი ეს ისტერიულად რო ციმციმებს ეს ნატურები და გვანცა უფრო ახლოს იყო იმ ჩამრთველთან და უცებ გამორთო ეს. და რო ჩართო ისევ აინთო ჩაულებრივად და გააგრძელა განათება. ისე ანათებს ნატურები იმის არ გადამწვარა, არც ერთი ცალი არ გადამწვარა, არც
რა ვიცი რა თემას არ. მე ვიდექი და ვაკვირდებოდი რომელიმე ერთი ხვარც იმციმებს და ამის გამო მე კონტაქტის ხვებზე გადაეცემა და ან შტეპსელზე რო ის ყოფილიყო აი ხო წინაპრეწკლებს რო ყრის ხმა იმიტომ რომ თან გვიანი იყო გარეთ მანქანები აღარ მოძრაობდნენ და მაგ ხმასაც გავიგებდით არც ეგ არ იყო აი ვერაფრით ვერ ამოვხსენით რა შეიძლება ყოფილიყო რატო მიაშტერდა ესე რაღაცა ნახევარი წუთით ადრე ალფიმ რატო იგრძნო რომ ეს ციმციმი ატყდებოდა აი გეუბნებით რამდენიმე წელია აი ზუსტად არ მახსოვს 4 ან 5 რა რომ ესენი კიდია რამდენჯერ სტუმრები ყოლია მთელი ღამე ანთია აი არასდროს ერთხელაც არ გაუკეთები ეგ რომ ჩამქრალიყოს და ანთებული იყოს თან უცნაური ზოგადად ეგ იყო უცნაური ხა და იმის მერეც არ უქნია გავიდა ერთი კვირა ალბათ რა ვიცი აი 1000-თან მე მიყვარს ეგეთი რაღაცები 1000-ნაირი მქონია ეგეთი ნატურა ეგეთი ცოტა დიდი ცოტა პატარა ნაძვის ხის ასეთი ისეთი ანუ შენ სანამ გაგიცნობდი მანამდეც სახლში გადაწვით გადამწვარა გადაიწვებოდა ნახევარი თითოს გამოტოვებით რო იწვება ხოლმე ხო იცი ეგრე გადამწვარა მთლიანად გადამწვარა რაღაცა ეგეთები ყოფილა მაგრამ ეს რო ესე ციმციმი დაეწყო ესე ისტერიკულად თან კიდე რა არის ხა ერთი დეტალი მაგნატურას ესეთი დიდი ბლოკი აქვს ხოლმე რას რო აერთებ შეიძლება მაგას დააბრალო რომ ეს ბლოკი გადაიწვა მაგრამ ეგეთი მაგ ორი ცალი ანუ ორი წება არის მაგნატურების ეს ჩამოკიდებული რო არის მე რო გძელდება მეორეა ჩამოკიდებული ანუ ორი შტეპსელში არის შეერთებული ხო გახსოვს ხო ანუ ვერც იმას დააბრალებ რომ თქვა ეს ბლოკი გადაიწვა ან იწვება და ბლოკის ხარვეზე იყო და ძაბოს აღარ ასვიდა იმიტომ რომ ორი დამოუკიდებელი ბლოკია დამოუკიდებლად შეერთებული ხო ერთდროულად ორივე გაფუჭდა ორივემ დაიწყო და მე ორივე გაკეთდა და იმის მე არ უქნია არ ვიცით რა მოხდა ალფისაც თან მაგ პერიოდში იმ სერიალს უყურებთ რასაც მე მოყვება კიდე შემდეგ ნაწილებში და მაგანაც ძალიან დაგუზაფრა მაგრამ ხო აი რო შემოვედით ცოტა ხანი გარეთ ვისხედით ჯერ გაუგნებულები ცოტა ხანი კი არა კაი ხანი არა ჯერ ცოტა ხანი გარეთ მე სახში შემოვედით და ანუ რაღაც ჩავთვათ უყუროთ სერიალი რაღაცა ისე და აი ეს კაი ხანი ესე ვისხედით რა მოხდა გარეთ ხო ვერ მოიგდებ ტვინიდან ვერაფერს არ სულ იმაზე რო გეფიქრება ეგეთი ამბავი იყო რაც დავსერჩე ინფორმაცია ხო ალფიმ ჩაიარა ესე მოგვაძახა რაღაცა და შევიდა თავის არ იცით თქვენ რა მოხდა სამწუხაროდ ლაპარაკი არ იცის რო კითხოთ რა მოხდა და ხო აი რაც მე დავსერჩე რომ აი რა შეიძლება და მოხდარიყო ჯემინის მოუყევი ესე დეტალურად აღუწერე რომ იქნება შენ მაინც კონდეს რამე იდეა რა შეიძლება იყოს და ერთიო კატებიო შეიძლება ისე ხმას გამოსცემდა რომ ეს ნატურებიო გადაწვის წინო რომ რაღაცა ძაბვის გამო რაღაცის გამო რომელიც ადამიანის ყურს არ ესმის მაგრამ კატას ესმის და მაგარ მიიქცია ყურადღება მაგრამ არ გადამწვარა მუშაობს ეს ნატურები ისევ კიდევ რაღაცა შეიძლება აციმციმდაო მაგრამ ისეთი ხშირეზეო რომ თქვენ ვერ ხედავდითო და მე მოვუმატაო ანუ ადამიანის თვალი ვერ აღიქვამს იმ შუქის ცივცივს რასაც კატა აღიქვამს მაგრამ ეგეც არ იყო იმიტომ რომ ის მე არ გაუკეთებია მოკლედ თუ გაქვთ რამე იდეა ხო რა შეიძლება და მომხდარიყო კომენტარებში და აქვე კითხვა დავუსვათ მაყურებას მოდი ამ თემიდან გამომდინარე აპინული კომენტარი ხო რამე ესეთ აუხსნელ რაღაცა პარანორმალურ შემთხვევას ხوار შესწრები ხართ ხო მოგვიწევით ან გაგიგიათ ან მოუყოლია ვინმე რა შეიძლება მოკლედ ესეთი მნიშვნელოვანი დეტალებით ალაგ-ალაგ საინტერესო მომენტები როგორ არის ექსპერიმენტებში ხო და მე წავიკითხავთ საინტერესოებს რაც იქნება ხო რა პარანორმალური შესწრები ხართ რომლის ახსნაც დღემდე არ იცით და გვიწერეთ კომენტარებში ძალიან საინტერესო იქნება მე წავიკითხავთ და ღამე არ დაგვეძინება მე ძალიან მიყვარს ეგეთი რაღაცები ხო ჩემს საყვარელი ჟანრია ეს მეც მიყვარს მაგრამ როცა კინოში ხდება მე რომ მიმართება არ მიყვარს არასასიამოვნო ამბავი იყო აი რაღაც რომ მოხდა ცუდი შეგრძნება დატოვა რა მართლა აუ მე არა რაღაცა ჩემთვის არა რა გესიამოვნო გაგიწევდა შოკირებული ვიყავი რა მაგრამ აი რაღაცა ესა აჟიტირებული ხო ნუ რაღაცა ისეთი რო ხდება რომ ახსნა არა გაქვს არ ვიცი მოკლედ კაი მე კიდე გეტყვით სერიალებს რომ მივალთ რა სერიალს უყურებდით გადავიდეთ გულის ამაჩუყებელ ამბავზე გადავიდეთ გულის ამაჩუყებელი ამბავი სტუდიაში ესეთი ამბავი შემხვდა და ერთი ამბავი შემხვდა ძაღლზე სამხედრო ძაღლზე საიდანაც წამოვიდა ეს იდეა რომ საინტერესო ამბავი იყო ესეთი ფოტო იყო თვალა ძაღლის ესეთი რაღაც ნახევარი სახე ქონდა ნაიარებით და რაღაც ამერიკის სამხედრო ფორმა ეცვა
და რო ეს მე ჩამოთვლილი იყო რამდენ სამხედრო კონფლიქტში მოყვა ეს ძაღლი და რაღაც აფეთქებაში და როგორ გადაარჩინა ჯარისკაცები გამოიყვანა რამდენჯერმე საიდანღაც და 20 წელი იმსახურა ჯარში ამერიკის თუ რაღაცა და მე მედალი ჩამოკიდეს. ძალიან გულზამოჭრებელი იყო. აღმოჩნდა რომ AI-ით გენერირებული იყო ფოტოც, ისტორიაც ყველაფერი. რო გადავამოწმე. მაგრამ გული ამიჭუყდა. წმინდა არ დატოვეს არაფერი. ხო და ამიტომ ეს ისტორია მე უკვე პოდკასტში მინდა წამეკითხა მაინც გადავამოწმე. და რა ყოშთა მართალი. ეხლა მოგიყვებით ნამდვილ ამბავს, საერთოდ სხვა ამბავს. ნამდვილია? ეს გადავამოწმე, ჩემი მითხრა სწორიაო, მე ლინკებზე გადავედი, ვიდეოებს უყურე, დავგუგლე ეს ადამიანი და მართლა არსებობს და მართლა ყველაფერი რო ის იყოს ახლა გენერირებული. ხო, საერთოდ. ილუზია რო იყოს ახლა ყველაფერი საერთოდ. კაი მოკლედ. საერთოდ ყველაფერი ილუზია არის. მოიცა როგორ გამოითქმის. რიდვან ჩელიკი არის ესეთი ადამიანი. ეს არის ამბავი თურქეთიდან. ფოტოს ამოვანათებ შესაბამის მომენტში. ვიდეოსაც დავადებ. 2020 წელს ბევრ ადამიანს ემახსოვრება, რომ იზმირის რეგიონში ძალიან ძლიერი 7 ბალიანი მიწისძვრა მოხდა თურქეთში დამაგრებელი მიწისძვრა. აი პანდემია ახალი დაწყებული იყო და იქ მე ეს მიწისძვრა სახლები და მთელი ქალაქი დაინგრა, კორპუსები და არ გახსოვს? არა. ხო, ძალიან ძიმე ამბავი იყო რა, რამდენიმე თვე გადაფარა პანდემია ესეთი კატასტროფა ხდებოდა და ეხლა მთელი ქალაქი დაინგრევა, ნანგრევებში რო ადამიანები მოყვება, ერთ დღეში და ორ დღეში ვერ უშველი მაგ იმას რა და მოკლედ მთელი სოფლიოს ყურადღება ამ ამბისკენ იყო. და მანდ მოხდა ესეთი ამბავი, რომ წავიკითხო სტატიას, მეთქი თუ არ მოუყვება ვიბულყონო. მას შემდეგ რაც ძლიერმა მიწისძვრამ ქალაქში შენობები ნანგრევებად აქცია, სამოშველო ჯგუფები სასწრაფოდ შეუდგნენ მუშაობას ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად და საპოვნელად. ამ ქაოსის შუაგულში დასახმარებლად გამოჩნდა რიდვან ჩელიკი. მამაკაცი იშვიათი გენეტიკური დარღვევით, ნანიზმი ესე ქვია ამ დაავადებას, დვორფიზმს ეძახიან, ოღონდ სამედიცინო ენაზე. ეს არის თანდაყოლილი ან შეძენილი კლინიკური სინდრომი, რომლისთვისაც დამახასიათებელია დაბალი ტანი. 130 სანტიმეტრზე დაბალი ტანის მქონე ადამიანი, კაცებში 130, ქალებში 120 სანტიმეტრზე დაბალი თუ არის, უკვე ითვლება დვორფიზმად რა, ანუ არ ვიცი ქართულად სწორი ტერმინი რომელი არის. დვორფ ხო ის არის ჯუჯა თუ ლილიპუტი, მაგრამ ანუ კორექტული ტერმინი რო არ იყოს, ზუსტად არ ვიცი. რომელია, მაგრამ დაბალი ტანის ადამიანებს რო ეძახიან, ფოტოს ამონათდება. ეს არის 91 სანტიმეტრია მეგონი სიმაღლეში ეს ადამიანი, 3 ფუტის სიმაღლე ეწერა. თავისი მცირე ტანის წყალობით ის ახერხებდა ნანგრევებში ისეთ ვიწრო ნაპრალებში შეძრომა, სადაც სხვები ვერ ეტეოდნენ. სხვა მაშველი ადამიანები რო ვერ ახერხებდნენ, დაახლოებით 20-25 სანტიმეტრის ხვრელიც თუ იყო უკვე ამას შეეძლო შემძვრალი იყო შიგნით და როგორც თვითონ ყვება, აი 15 სანტიმეტრის სიმაღლე მაინც თუ ქონდა რაღაცას, იქ შეეძლო ფოფხვით შემძვრალი იყო რა. და ის ფრთხილად გადაადგილდებოდა არამდგრად ნანგრევებში. მიმართულებას აძლევდა სამოშველო ჯგუფებს და ეხმარებოდა იმ ადამიანების პოვნაში, რომლებსაც სხვა შემთხვევაში შესაძლოა შემოჩენილი დარჩენილიყვნენ. და ანუ წამოდი კორპუსი დაინგრევა რა ზომის ნანგრევები არის და ესეთი ათასობით რო არის და როგორც კი პატარა რაღაც ნახრელი იყო რაღაცა ახერხებდა შესვლას და ადამიანების პოვნას მათთვის საჭმლის ან წყლის მიწოდებას ეხლა იყვნენ ადამიანები, რომელიც რამდენიმე დღე გაატარეს ნანგრევებში გაჭედილებმა რა და ჟანგბადის ბალონის მიტანს და მოკლედ პირველ დახმარების აღმოჩენას ახერხებდა რა ამ ადამიანებისთვის. ანუ სანამ ნანგრევებიდან გამოიყვან, რომ იცოცხლოს. ხო, რომ შიგნით გაძლოს და ანუ უთხრას სამოშველოებს, რომ აი იქ შევძვერი და ვიპოვე ადამიანი რა. რისკის მიუხედავად ის დღეების განმავლობაში აგრძელებდა ვიწრო და სახიფათო სივრცეებში შესვლას, რათა სხვები გადაერჩინა. კრიზისის მომენტში ის რაც ზოგისთვის ფიზიკურ შეზღუდვად აღექმებოდა, ანუ ამის მდგომარეობა, სიცოცხლის გადარჩენ უპირატესობად იქცა. მაშველების და ადგილობრივების აღფრთოვანებული იყვნენ მისი სილამაცით და ამ კატასტროფის გმირს უწოდებდნენ. ესე დაერქვა სახელი, რომ იზმირის მიწისძვრის გმირი, ესე მოიხსენიებენ. როგორც თავად ამბობს, კიდევ ბევრ ასეთ ოპერაციაში აპირებს მონაწილეობის მიღებას და სამაშველოებთან ერთად მუშაობის გაგრძელებას. და ამ ადამიანის ეს რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემა თუ ფიზიკური ნაკლი თუ რაც უნდა დაარქვა, როგორი იმათ აღმოჩნდა. ხო და მაგარი ამბავია რა და თან ახლა გმირობა ჭირდება ნანგრევებში შეძრომას. ის ნანგრევები კიდევ როდის ჩამოინგრევა და რა მოხდება არ იცი რა. მართლა. კი, მაგარი ამბავია ძალიან. რიდვან ჩელიკ ესე ქვია ამ ადამიანს. თან ანუ ეს არის მოხალისეთ მივიდა ხო? ხო რა, ხო. მე მეგონი თავისი YouTube არხი აქვს და YouTuber-ებს და მოგზაურობს და რაღაცები, მაგრამ
თან 30 არიო ნებისმიერ ასეთ დროს ესეც სამაშველო სისტემებში მიიღოს. ანუ რას გულისხმობ, პროფესიონალი ის არ არის, ხო, სამაშველო? სადამ არა, ხო და წუთნები გაიარა რა, სადამ ჩაერთვებოდა ამ იმაში რაღაცა პირველადი რაღაცა წუთნები გაატარეს რა და ეხლა ჩვეულებრივი მაშველი არის, გაწუთნილი და შეუძლია რომ ესეთი უნარები აქვს, რაც ხოს არ აქვს რა. შესაძლებლობები. აი ეს არის ნათელი მაგალითი იმისი რა, აი ადამიანს როგორ შეუძლია გამოიყენოს რაღაცა სიკეთის საკეთებლად ყველაფერი ის რაც რა ვიცი, რაც დამართია ცხოვრებაში, კარგი თუ ცუდი რა. ხო. ნამდვილად ეს გამოგივიდა გულისხმობ. ხო, მან ნამდვილად გმირი არის. კი. ხო. ალბათ მოვადრო და გადაიღებენ ამ ადამიანზე ფილმს რა მგონი მშვენიერი ის არის იმისთვის რა ქვია ჰოლივუდის ფილმისთვის გადასარევი ამბავი არის. ხო. არა მართლა ის არის რაღაცა ანუ ისტორია არის ფილმის ის არის სიუჟეტი არის რა. ხო. ხო და ხო წარმოიდგინეთ რა ცხოვრება იქნება, გვირთული ცხოვრება იქნება გამოვლილი. ხო, მაგას ვამბობ ანუ მე რომ ამაში გამოისახა რომ ამან მოუტანა გმირობა ზუსტად. და მაგარი რაღაცა იმის მაგივრად რომ თვითგვემაში ყოფილიყო ცხოვრებაში და რაღაცებში დაედანაშაულებინა სიტყვაზე რა რაც სჭირს ხო გაებოროტებინა რაღაცა ხო მე მჯერა ეგეთი რაღაცების რომ ყველა ეგეთ სირთულეს რაღაცა ის აქ მიზანი აქვს და სადღაც რაღაცის გამო ხდება რა რაც ადამიანების თავს სირთულეები ხდება რა. კი, მაგრამ ეგ უნდა შეეძლოს ადამიანს რომ როგორ თქვა აზრიც ეგ არის რომ გადაიტანოს მაგაში. მე გადაიტანო რომ თითქოს შენი მე მისიას შეასრულო რის გამოც ეს პრობლემა ქონდა რა. ნებისმიერ. ხო. ეხლა თუნდაც ნუ რა შედარება არის ამ გმირობასთან, მაგრამ პიტერ დინკლიჯის ამბავი. ხო. ხო და სამაგიეროდ შექმნა რა პერსონაჟი ტირიონ ლანისტერი ეგ სერიალი რო ნახე ალბათ კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ჩემი საყვარელი პერსონაჟი გახდა. ბევრისთვისაც ახლა ორიგინალს არ ვიძახი. ხო. და ზუსტად მისი გარეგნობის გამო მოხვდა ამ როლზე და მე თავისი ნიჭით მოახერხა ის რომ ეგეთი მაგარი როლი შექმნა. კი. და სხვა ფილმებში ძალიან მივასწრო, სადაც 30 როქშიც იყო და კომედიური ისიც მაგარი თამაში. იქაც კარგად თამაშობს კომედიური მომენტებს და იმორს რომ აქვს. იქაც იუმორი, აი იუმორი სადაც არის ტირიონის სცენები არის ძირითადად რა, ესეთი ყველაზე დასამახსოვრებელი და. ხო მოკლედ საბოლოო ჯამში შენზე არის დამოკიდებული შენს ცხოვრებას როგორ წარმართავ რა, როგორ თქვა, უიღბლოდაც არ უნდა მოგეჩვენოს საკუთარი თავი, ანუ შენს გარშემო არ ტრიალებს რა სამყარო და პირიქით შენ შეგიძლია რაღაცა გააკეთო კარგი ისევ ამ სამყაროსთვის და აუცილებლად დაგიბრუნებს ის მაგ კარგს რა. შენს გარშემო არ ტრიალებს, მაგრამ შენთვის ტრიალებს, ა? კარგი. ახლა უცებ რანაირი გამოთქმა მოფიქრდა? ესა. სადაც დაწერეთ. ნუ დავწერო და ვინმე ფილოსოფოსის ის მივაწერო სახელი. აუ და გაზიარება რო წავიდეს ვე. ერთი პერიოდი ხო იყო მოდაში გახსოვს Facebook-ზე. მე ვაკეთებდი მაგას, ვერთობოდი ეს. ბერნარდ შოუ და რაღაც დებილობას მოვიფიქრებდი ხოლმე და. და ის რო აიტაცეს რაღაცა დებილობას რო იტყვი და ავთანდილ შოშიაშვილი რა. ავთანდილ შოშიაშვილი, მანამდე იყო პაულო კოელიო იყო კიდე ეგ რატაც. პაულო კოელიო, ხო, რაღაცა ძალიან ბანალურს რო იტყოდი რაღაცას პაულო კოელიო. არის რაღაცები, ასაც ვერ იმას იზავ მაგალითად. ხო. გადავიდეთ სახალისო ამბავზე. ესეც ნახევრად გულის ამოჭუყებელია, მაგრამ თან სასაცილო არის რა. მოკლედ სახალისო ამბავი, სასაცილო ისტორია. ძაღლი, რომელიც მექსიკაში თითქმის ერთი თვის წინ დაიკარგა, პატრონს დაუბრუნდა. აქაც ნომატირო ხა? იმის გამო, ეხლა როგორ მოხდა ეს ამბავი? და ძალიან შემთხვევით მოხდა რა. იმის გამო, რომ მექსიკამ ჯგუფური ეტაპის ყველა თამაში მოიგო და შემდეგ ტურში ისე გავიდა, რომ არც ერთი გოლი არ გაუშვია, მექსიკელი გოლშემატკივრები ქუჩაში გამოვიდნენ საზეიმოდ. და ეს მოხდა ჩეხეთს რო 3 როლი მოუგეს იმის მერე, გამოვიდა მთელი მექსიკა ქუჩაში ზეიმობდა. ხოლო ქუჩის წვეულებების ვიდეოები ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა, ხალხი როგორ ზეიმობს ქუჩაში. ძაღლის პატრონის ძმამ
ისიც ძაღლიც იყო. ესე ერთ-ერთ ასეთ ქუჩის წვეულებაზე ძალიან მოულოდნელი მონაწილე შეამჩნია. ვიდეოსაც დავადებ. მისი დის ძაღლი, რომელიც ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არავის ეპოვა. დაინახა ერთ-ერთ ასეთ ვიდეოზე. და ერთ-ერთ ვიდეოში მექსიკელი გულშემატკივრებს გორდა ერქვა ამ ძაღლს, გორდა ხელში აყვანილი ჰყავდათ და ძაღლთან ერთად ზეიმოვდნენ. ეტყობა თვალები და ზეიმოვდნენ, რაღაც ძაღლი გამობოდიალე და აიყვანეს და ამ ძაღლთან ერთად ზეკვავდნენ. და ეს ვიდეო Facebook-ზე რომ დაიდო, ალეხანდრას ძმამ, ალეხანდრა ის იყო, პატრონი, დაინახა ესა და თავის დას დაურეკა, რომ ეს შენი ძაღლი არ არის, ეგრე ვიდეოში ზეიმობდა და დამაც გაუგზავნეს ვიდეო და დამაც რო ნახა ეს ვიდეო იცნეს თავის ძაღლი და ის ადგილი სადაც ხდებოდა ზეიმი და გაემართნენ, გაეშურნენ ამ ადგილისკენ და რომ მივიდნენ ეს ძაღლი ისე ვიგიყო. და ესე იპოვეს და შეხვდნენ ერთმანეთს. ამ ძაღლის და პატრონის შეხვედრის ვიდეოც არსებობს, რომ ჯერ ვერ მოვიპოვე, მაგრამ თუ მოვიპოვე, მაგასაც დავადებ, მაგრამ ამ ლაპარაკს ედებ ეს ვიდეო, ეს არის. ხო. ეს ხოთქა შეაყვანილი და ასე რა ხდება? ხო, და წარმოიდგინე რომ რაღაცა თვალმა დაიტრია ეს ძაღლი და ეს კამერების წინ აცეკვევდა და ესე აღმოაჩინეს თავისი დაკარგული ძაღლი. ამას უხდება ის შენ რო არ გიყვარს. ფეხბურთი მეტი ვიდრე სპორტი. მეტი ვიდრე სპორტი. ეგ გამოთქვა ფეხბურთს კი არ ვეჭერებს. მეტი ვიდრე. ხო, ყველაფერზე რომ პოდკასტი მეტი ვიდრე ოჯახური პოდკასტი, რატო ვლაპარაკობ ოჯახური პოდკასტი მოსკოლები, მეტი ვიდრე პოდკასტი. ესეც სლოგანი გავაკეთე. ხო. ძალიან ეს არის რა. ოღონდ სასაცილო რაღაცებზე რო არის ხოლმე. მეტი ვიდრე ტუალეტის ქაღალდი. ანუ წარმოიდგინე, სოფლიო ჩემპიონატი რომ მიდის მექსიკას რო არ მოიგო ჩეხეთისთვის. აი მაგაზე ალბათ ასეთი მასშტაბზე იმიც არ იქნებოდა და ეს ძაღლი პატრონი სად მომხდარი ამბავი, სად გამოყოთავე. ხო. ეგეთ რაღაცებზე სულ აი ესე რო არ მომხდარიყო და ისე მომხდარიყო, აი ეს ჯაჭვი რაღაცა, აი სადამდე მიდის, აი მაგას კიდე რა მოყვება და რა იქნება და აი ჩეხეთის მწვრთნელმა რო არასწორი ტაქტიკა დაგეგმა. ამიტომ მექსიკაში იპოვეს ძაღლი, დაკარგული ერთთვის. ხო. აი ეს კიდევ ერთი ამბავი, რომელიც დაგაფიქრებს სამყარო როგორ არის მოწყობილი. რა ხდება საერთოდ. რატო ციმცირებს ნატურები ჩვენ ვერანდაზეა? აუ შენ. რატო პოზის ძაღლი მექსიკაში? და ასე შემდეგ. ბევრად კარგი ისინი გქონდა დღეს. ნიუსები, ვიდრე სხვა დროს. მადლობა. კი, მართლა გიმუშავია. თუ გაამართლა ესეთმა ისტორიებმა, ყველა ეპიზოდში გავაკეთებთ ხოლმე ერთ გულის ამაჯუყებელ ამბავს. და უნდა დავდგე და ვიტირო. ვანც აიტირებს ხოლმე, თუ გინდათ რომ ვანც ატიროთ, დაწერეთ ბევრ მაგრამ მიგვინდა გულის ამაჯუყებელი ამბები. ოღონდ ბევრი წირილები დაწერეთ. და სახალისო ისტორიებიც. ოღონდ ჩემი დატირება ძალიან მარტივი გახდა ამ ბოლო ხანებში. აი მართლა რაც ასაკი გემოტება. ხო, ალბათ. მაგრამ რაც შენ გაგიცა? შენ რატე არ ვტირობდი? კარგია. სხვა რამბები იყო ჩვენ გარშემო. სხვა, ნუ ფეხბურთი, სოფლიო ჩემპიონატი. იმაზე კი ვისაუბრეთ UFC-ზე წინა. სხვათა შორის ილია გამოჩნდა. ხო, დღეს დაპოსტა რომ მიყვარხარ საქართველო. ხო. დღეს რაღაც ვიდეოს ვნახეთ, ჩემი აზრით, მე მგონი იმის მერია ჩაწერილი, იმიტომ რომ ესპანეთის თამაში ლაპარაკობდა, რაღაც ესპანურად იყო. ხო. ესპანეთი ურუგვაი როდის იყო? თუ არ ყოფილა. მოიცა თამაშზე თუ ლაპარაკობდა, ესე იგი იყო. არა, მე მგონი წინ ამხნევები და მოთამაშეებს თუ რაღაცა რომ თქვენ გვერდში ვარ ურუგვაის მატჩის წინ რა. 27 დღეს გამთენისას ყოფილა. აი, კარგად უყურებთ ფეხბურთს, ხო? ერთი თროლი მოუგე ესპანეთს. ხო და ესპანეთი ურუგვაიზე საუბრობდა და ესე იგი ახალი ვიდეო არის. იმედია. სახეზე საერთოდ არ ეტყობოდა. ხო. გადასარევად გამოიყურებოდა. კი. ხო, და არ ვიცი, ძალიან გულშემატკივრობ, რომ საერთოდ ესეთ მებრძოლებს ესეთი მებისმიერ უჭერთ ხოლმე დაბრუნება, მაგრამ ილია განსხვავებული დონის მებრძოლი არის და გონია რომ მოახერხებს რა. ყოფილა ლეგენდარული მებრძოლები, რომელსაც ესეთი კარიერა ჰქონდათ, მე ქვევი წავიდა და მე დაბრუნდნენ ისევ და ხო, მოკლედ ახლა ის გვაქვს, მერაბს აქვს დასაბრუნებელი, დიდება. მერაბს აქვს დასაბრუნებელი კამარი. ილიასაც კიდე ეს სულ მოვიწყდება გვარი. ლევან ჩოხელი. 23 წამში რო და ლევან ჩოხელსაც
მგონია რომ წინ კარგი კარიერა აქვს. ალექსანდრე თოფურიასაც ექნება მალე ბრძოლა. სავარაუდოდ ილიას ბრძოლამდე ალექსანდრე ბრძოლა იქნება. და იმის რო უსამართლოდ დაჩაგრეს. ოთარი თანზილოვიც კი მგონია რომ კიდე ბევრს იზავს. გვარი რატო ვერ დავიმახსოვრე ვერავისი? არა გვარებს ასაკი. რა ასაკი? 45-ის გახდი ახლა პატარა ხოლმე. კარგი. აი 32-ის არის. აი რატო აცხადებ ესე? კაი 23-ის არის ხალხი ეცოდი. არ საერთოდ არ მაქვს პრობლემა ასაკის დამალვის. ხო და ტელეფონი გირეკავს. რას ვაპარაკობდით? ასაკზე? ასაკზე, ჩემ ასაკზე. ხო, UFC-ზე ვილაპარაკეთ. სოფლიო ჩემპიონატია, რასაც წესი. გიგა ჭიკაძეა კიდე უნდა იბრძოლოს, გამახსენდა. რომან დოლიძეც აპირებს მეგონი. მოკლედ ქართულები ყავს. უი, ხო, და 2027 წელს შეიძლება საქართველოს ჩატარდეს UFC-ზე. ერთადერთი რაღაც შემხვდა. გუშინ მითხარი, ხო. ახალი ამბავი არ ვიცი ამდენად ნამდვილია. ხო, სად შეიძლება შენი აზრით რომ ჩატარდეს? პრეზიდენტის რეზიდენციაში. პრეზიდენტის რეზიდენციაში. იქ, ავლაბარში. ხო. რა ტყუილად არის მაინც და. ის დოქები რო არის იქ. ხო. ისე მართლაც შეიძლება. ნუ ახალი სპორტის სასახლე ან რომელიმე სტადიონი გადახურონ, არ ვიცი რა. არა, მართლა ის რეზიდენცია, რა, შვენიერი ადგილია და ხო, მაგრამ რეზიდენციაში იქ მთელ სახლში ააშენებს მთელი ისა რო ვენიუ მაგის გამო ისე დარბაზი კი არ ქონდათ იქ. ააშენონ აქაც. ხო, რატომაც არა. აი, ეხა ეგეთი დონის ივენთი რო ტარდება, რავი, იქნება რაღაცა. ხო, მაგრამ იქ იყო რომ რაღაცა ის არის ტრამპის დაბადების დღე იყო, ამერიკის 250 წლის იუბილემოდის რაღაცეებს დაამტყვის და აქ რატომ ჩადო პრეზიდენტის სასახლეში. კარგი, გადავიდეთ თამაშზე. დავაი. გვაქვს სამი შეკითხვა, მოვიფიქრეთ ერთმანეთისთვის. თუ შეკითხვას დასვამ და პასუხს გავცემ ერთი ქულა მე, თუ ვერ გავცემ ერთი ქულა შენ. ხო. ალბათ 3-3 მორჩება, ვერც ერთი ვერ გავცემ პასუხებს. ხო, სავარაუდოდ. ერთი ცოტა ადვილი მოგიფიქრე რა. მეორე ისე რა. მაგრამ ადვილი ესეც და ერთი ძნელი. ესე გაკ კატეგორიებად. ხო. არა, ნუ ეხლა და გადავხედე, ეგრე არის. ხო, კაი. დაიწყე. დავიწყე რთულით. აბაზანაში? ხო. არომატისის რო არის აეროზოლი. რა ბრენდის არის? დიდათ აწერია რა, რო შედიხარ ისე რომ ეგრევე ჩანს ეს რო დევს და დიდათ აწერია. ამის მე რო შეხვალ დაინახავ და ხო ესე წერა. Fresh რაღაცა. რა? Fresh ნუა. ნუა რა? Fresh არ იქნება და რავი. რა სამსაბოლოო პასუხი რა? ეხა ისეთი პრიმიტიული fresh არ ერქმევა. Fresh air იყოს ახლა. Fresh air ქვია ბრენდს? ხო. Bix ესე ქვია. Bix-ით. აი მაგაზე უფრო ძნელი ვერ მოიფიქრე ვერაფერი. ეხლა რატო უნდა ვიცოდე ბრენდი რა არის იმისი? იმიტომ რომ მაგნიტს ხედავ ყოველდღე თან ისეთია რომ მეგონი რაღაცა ერთ წელს მივიყიდეთ და არ დავდება და სულ ეგ დევს და. შედიხარ თვალში ხვდება რა. ხო, მაგრამ ისეთი რაღაც არის ხა მაგალითად აი კრემს რო ისმევს ახაზე, იცი რა ბრენდის არის კრემი, იმიტომ რომ ისეთია. რა მეკითხა, სატკიდია ტელევიზორის სახში რაღაც რთული უნდა იყოს. კაი, შემდეგი. მე შემდეგი? 1-0. კაი. მე მარტივით დავიწყებ. დავაი. რა ბრენდისაა ჩვენი ახალი უთო? არიცის. არა, ბოშის მგონია პასუხი. მარა ან ბრაუნს აქვს უთოები? არ ვიცი ახლა მე რანაირად. აი ბოში იყოს. ბოში? არა. აბა. ბრაუნი. ბრაუნია. აი ეგ უფრო რთული არ არის ხა მე. ანუ ის უთო რაც ვიყიდეთ არა მოგვიღია იმ ხუთიდან. რა არა მოგვიღია ეგერ მიდევს დღესაც არა დღეს არ გამირთვებია ვაპირებდი და გამირთვა. ოდის გავუთოვა. მოგვუთოთი რამე. არ გამირთვა. ხო მაგრამ ხუთიდან არა მოგვიღია სად დევს ხუთი? როგორ არა მომიღია იქ მიდევს თქო გეუბნები საწოლთან. საწოლთან უთო რატო კიდე? რა ვიცი დევს შედი და ნახე. ხო და იქ მე იქ მაგადგილს ხო არ ხვდები ან თვალში არ მხვდება ეგ ის არა სახში არის რაღაც ადგილი სადაც არ გიწევს მოხდა. ისე ხშირად არა როგორც ისე ქვე ტუალეტში შედი ტუალეტს კარს გააღო და პირველი რაც ჩანს ეგ არის. ბიჭო ეგ უფრო რთული კითხვა იყო. რატო ერთი თვის წინ გვაქვს ნაყიდი?
ხო, მაგრამ ნუ რავი, ხა ბრენდი, რა ვიცი, უთოსთან როც არ გვიხმარია, ყუთიდან ამოღებული გუთმე არ მინახავს. მაშინ ის არ გექნებოდა სავარაუდო პასუხებში, ან ბრაუნი, ან ბოშიო, ადვილი იყო ეს. მახსოვს ვეღაცას უყვებოდი, საიდან გამახსნა, იცი რომ მაგარი ფასდაკლება იყო, ამას პლუს კეშბექიო და ამ იმის უთო ძალიან იაფად ვიყიდეო. ლაბაძეს უყვებოდი. ხო და ამ ბოში იყო ამ ბრაუნი, ეს მახსოვდა რა. კი ბატონო, ბრაუნია. რაღაც 100 ლარი გამოვიდა ხო, უთოთ რაღაცა. ხო, ძალიან მაგარი ფასდაკლება იყო და თან ანუ საუკეთესო უთო ვიყიდეთ იმ მომენტში, იქ რაც იყო საუკეთესო იყო. ერთი. შენჯერია. ფეხსაცმლის კარადა რო გვაქვს? ხო. იქ როდებს. ხო. რამდენი უჯრა აქვს? რამდენი განყოფილება აქვს? ვაიმე. 3. 3 უჯრა სულ? ხო, ანუ 2 არის ფეხსაცმლის და 1 არის ესეთი. ხო, სწორია. კაი, ახლა ეგეთის წარა ვარ. მოგითხარი ერთი ადვილია თქო. და ეს ადვილი. ფიქრდი. ეს ადვილი იყო. ხო. კაი. ხა სასაცილო კითხვა. რამდენი ფერის პირსახოცი გვაქვს? რომელი? საერთოდ ყველა ერთი. საერთოდ, ხო. ეგ ხა ძალიან ბეწული კითხვა არის. ვაფშე არ არის რთული კითხვა. ტანის, ხელის ყველა ერთად? ხო. ნუ ერთი ვარდისფერია, ერთი მწვანე არის, ერთი ლურჯი არის. კაი, ვარდისფერი, მწვანე და ლურჯი. და მწვანის ტონები არის კიდე რაღაც სხვადასხვა მწვანე არის. არა, ერთ ფერში ითვლება, ეგრე არ გავართულებ. ხო, მაშინ აბა ეხლა თეთრი არა გვაქვს, შავი არ გვაქვს, ყვითელი არ გვაქვს. ამ რამდენი ფერია, რამდენი დათვალე? პირსახოცები გვაქვს 3 ფერის. 6. რა დარაფერია? მწვანე, ლურჯი, ვარდისფერი, ეგენი ვთქვი? იასამნისფერი, წითელი. წითელიც არის ერთი, ხო. და ნაცრისფერი. ძალიან მარტივი კითხვები. ძალიან მარტივი არის, ანუ ყოველ დღე გვაქვს შეხება. ეგ და კიდე რა იყო? ერთი მაქვს კიდე. ერთი კიდე. ანუ 2-1 იგებ. ხო. რამდენი გვაქვს სახში ნატურა, რომელსაც ესე ტელეფონიდან მართავ, აი ეს ნატურა რო არის, ფერი რო შეგიძლია შევიწო. Smart ნატურა? ხო. ეს არის თულება ეს ხის უკან რო არის. რატო? ნუ ამას არ გულისხმობ. ის? ის არ არის. ეგეთი ხო, აი ეს რო არის, ამას ხო ფერს. არა, იმაზე ვთქვი პროჟექტორები. არა, ფერს რო უცვლი, სახლის ნატურა, იმას სტუდიისას არ გულისხმობ. კაი. 1 2 3 3 რა დარა? აი ეს ხო, ანუ აი ეს ჩემს უკანაც არის. ხო, ეს ტორშერი თუ რა შეძახიან ამას. შენ რო საძინებელში თავთან გიდევს? შო. 4-ი ნამდვილეში. მე 4 რომელი? ეს კომპიუტერის. აუ, კარგი, ეგ ვისახსოვს. სუანტია და. სურათია კიდე. 2-2. ვისახსოვს რა. კაი, ეხლა მაგ ძალიან რთული. პირსახოცის ფერები ვისახსოვს რა. ანუ ყოველდღიურად გაქვს შეხება მაგ პირსახოცებთან. 6-ვესთან ხო მართალია. მიდი მითხარი ეს რა ქვია. ეს ძალიან რთულია, შანსი არის რომ გამოიცნო. რამდენი მაგნიტია მაცივარზე ამჟამად? არა, ეხა ეგ ის არის რა ქვია. ჩამჭრელი. მაგრამ პასუხი გაგაოცებს. აბა იმით რა ქვია, გარტყმით. მიახლოებით თუ გაარტყო. ზუსტად უნდა გავარტყა? თუ მიახლა, ანუ აი 3-ის ფრაგლებში რო გავარტყა? 13 დავაიღოს, ხო, აი ხო, მაშინ გეთვლება. ჯერ მარტო ეხა იტალიდან რამდენი ჩამოვიტანა. ანუ რაც მაცივარზე ამჟამად გატეხილებით ჩამოვარდნები. არა. ისა მოპედი, ისა რა ქვია, მას პანჯარა რო იღება. მაგ მოპედს ესე რა ქვია. პანჯარა რო იღება. ხო, ის რო არის, მონალიზა რო არის შეგნით. ეს სალერნო. აქეთან ხრიდანაც ხო აქ? ხო. 12. თქვა რამდენია? 21. არა. მიდის სანახავა. იქით მხარეს მე, ანუ ჩემ წარმოდგენაში იქით 4 მახსოვდა. და იყო 8.
21 მაგნიტი ყოფილა. ეს არის მანიაკი გვანცას. ხო. კიდე რამდენიმე გატყდა. ხო. 3-2. ხო. გილოცავ. მადლობა. პადი დამჩავ, მოიცა. როგორც იქნა რაღაცა მოვიგე. ხო, ჟილკობით. კაი. აი ხა, ეგ არის ყორთული? რა? ეგ, ისეთივე როგორიც ის. ერთი ნივთი უნდა გაგეხსენებინა და მე უნდა გამეხსენებინა 21. როგორც აეროზოლი. ხო და შანსი არისო, ეხა ხო იცი მაგისი რომ მწოდნო და ანუ როგორ აი ეს რანერთ უნდა მწოდნო და ეხა მაგნიტები როგორ ხო და ეხა ერთი კითხვა ეგეთი უნდა ყოფილიყო რა. და რა გინდა მე შენ ოპორტუნები ქონდა შენ გამოიცანი 3 და ჩემ მე ვერა. თუ როგორც არის არა ორი გამოიცანე ერთი ჩაგეთოლა იმიტომ რომ გამოიცანე. კაი გავუქნა შედეგები მაშინ. რაღაცა ისე წესებში არის. გადავიდეთ სერიალები მოუყვეთ. ხო, ამაზეც შენიშვნა იყო რამდენჯერმე რა არის სერიალებზე დაბარაკავს. ხო. ახლა ყველას მოსაწონს ვერ გავაკეთებთ ესე რომ. ხო, მოკლედ რაღაცა განსაკუთრებით რომ მომეწონება ხოლმე რო არ ვილაპარაკო იმაზე არ შემიძლია რა და აქედან გამომდინარე ჩვენს ერთგულმაყურებელსაც გაუზიაროთ ვისაც არ გაქვთ ნანახი. მე პირადად ძალიან მომეწონა ახალი სერიალი Widow's Bay. Apple-ის სერიალი. Apple-ის სერიალი. მისტიკა, ხო, ცოტა ჟასტიკა, ისე უყვარს. ცოტა ჰორორი, ცოტა მისტიკა, ცოტა კომედია, კარგი იუმორი ესეთი. როგორ ეძახიან მაგას? დახვეწილი. ტონკი. დახვეწილი იუმორი, კარგი მსახიობები. კარგი სიუჟეტი, კარგად გადაღებული. აი, რა ვიცი, ყველაფერი მომეწონა. Apple-ის სერიალები გამოირჩევა ეგეთი ვიზუალურად. ხო. კარგი რო არის. Severance ვისი? Apple, ხო. ხო, მოკლედ ძალიან მომეწონა. ხო. კი, და ველოდები მეორე სეზონს იქნება, ხო? ისე დამთავრდა რომ უნდა იყოს მეორე სეზონი. ნახეთ კიდევაც ხო არისო, მაგრამ Apple-ს მეორე ცუდი ეგ აქვს. 3 წლის მერე გამოდის შემდეგი სეზონი. ხო. Severance როდის მორჩა? კი, და კაცმა არის ის. პლურიბუსი ჯერ. პლურიბუსი საერთოდ. ვაპირებთ გადავიღოთო. ხო. და ახლა უნდა ველოდოთ 1 წელი ალბათ მინიმუმ ან 2 წელი Windows Base გაგზავნოს. მაგრამ კარგი იყო. მეორე სერიალი არის გიომ მითხრა რომ ამ სერიალის პირველი სეზონიო არ მომეწონაო, ანუ დამოუკიდებელი სეზონებია რა. ხო. Beef ქვია სერიალს. პირველი არ მომეწონა და მოდი მეორეს ვუყუროთ. მე პირველი არ მაქვს ნანახი, ასე რომ არ ვიცი რა ხდება და მეორე ძალიან მომეწონა. პირველი მომეწონა თავიდან, მაგრამ რამდენიმე სერიის მე რაღაც მომბეზდა, მაგრამ აღარ გავაგრძელე რა, ანუ ესეთი აღარ ჩამიწია. ანუ შეიძლება კარგი იყოს პირველიც. არ ვიცი. ხო, მაგრამ მეორე კარგი. მაგრამ ჩემს ძმას უთხარი სხვა შორის ეს ბიფი მეთქი, მეორე სეზონი კაია, პირველი არ ვიცი თქო და პირველი ჩავრთეო და გამოვრთეო. ხო, აი ანუ დამოუკიდებელი ისტორია. ანუ ფარგოც ხო ესეა ეხა. ფარგოს პირველ სეზონს ჩვენთვის ასეთი არ შეიძლება რა. ხო, ფარგო პირველი არის, რა ვიცი. ისიც ხო ესე არის, რა ქვია. ჩვენ თუ დეტექტივები ხო, სად ეხა პირველი სეზონი და სად ვერ შევატარებ ვერც. ხო და მოკლედ ბიფის მეორე სეზონი ახალდადებულია, გაასწორა. ხო, ძალიან მომეწონა. აი, ცოტა White Lotus-ი ვისაც ნანახი გაქვთ. აი, რაღაცა ეგეთი ვაიბები მოდის რა. დიდარ საზოგადოებაში ტრიალი არის, გაჭირებულების არიან, დიდრებიც არიან. ხო, ცხოვრებას რო ვერ ირგებენ ადამიანები. ხო. აი, მაღაზია არის, ძირითადად, ანუ ისიც ხო მაღაზია, White Lotus-ი. და რაღაცა ესთეტიკაც გავს ცოტათი რა. რაღაცა მანდაც კაი იუმორი, რაღაცა. აი მოკეთ ესეც ძალიან მომეწონა. ეს ორი სერიალი ბოლოს ძალიან ისე იყო რა, შთავიჯლებების ქვეშ ვიყავი ამ ორი სერიალით. და რაც უთი შეგრძნება ეგეთ სერიალი რომ დაგინთავრდება, ხო. სიცარიელის სტიებს. კარგი. მე მახსოვს აი ეგრე ვიყავი Game of Thrones-ი რომ დავამთავრე, პირველად რომ უყურე. მეგონა რომ რაღაცა ცხოვრება დამენგრა. მართლა თან აი ეხა ხო ხტები ეს სერიალები კი კარგია ძალიან ეს თუნდაც ეს ბიფი, თუნდაც ეხა ეს Widow's Bay რაღაც, მაგრამ აი მასშტაბი რო ისეთი არა აქვს. ხო. ეხა წარმოვიდგინე Game of Thrones-ი ჯერ რამდენი სეზონია, რამდენი სერიაა. ანუ გიყვარდება ეს პერსონაჟები და რაღაცა გულშემატკივრობ და აი რაღაცა თითქოს შენიანები ხდებიან რა.
და მე რომ აი დამთავრდა. ხო. აღარ არის. ოკეი. ხო, ის გამოვიდა კიდე House of Dragon. მესამე სეზონი. ხო. მე მომეწონა ძალიან პირველი სერია. გიოს არ ვიცი. ხო, მე ეს სამყარო მიყვარს ძალიან და შეიძლება მაგითო ძალიან ისა ვარ სუბიექტური ვარ და. აი მესა 7 სამეფოს რაინც მერჩი მიჭერდა. არა, ეგ ჩემთვის არაფერში არ წერია, არ ვიცი, შეიძლება ხა მაყურებელმა მიგულან ძღოს მაგაზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრს მოეწონა. კი. მაგრამ ნუ აი არ ვიცი. ეგეც პარანორმალური მოვლენა არის, როგორც ის ვერანდაზე აწყდებოდა, დაახლოებით მაგ ჟანრის პარანორმალური მოვლენა არის ჩემთვის ეგ სერიალი. ესე რატო გაგიჟდა ხალხი დამხედა რეიტინგი აქვს და ვარა მაგარია სათო იძახიან. ყოფილა რომ არის სერიალები რომ ძალიან პოპულარულია ხალხს მოწონს, მე დიდად არ მომეწონა, მაგრამ გასაგებია, ხალხს ყველაფერი მოეწონა, მაგრამ მოკლედ როგორც არ მინდა. არ მიუბრუნდეთ მაგას. ხო, და ძალიან დიდი მოლოდინი მაქვს კიდე ახალი ფილმი გამოვიდა Obsession-ი. ეს მოხსენეთ იმაში. ხო, და იკოსთან ვილაპარაკეთ რომ რაღაც მოეწონა ხალხს და იკოს ბალღებს მოეწონათ. ხო, იკოზე გამოხსენდა. მაყურებელს ჩვენ ერთგულ მაყურებელს ვკითხოთ, ვის ისურვებდნენ ესე სტუმრად იკოსსავით. და ვეცდებით გავითვალისწინოთ, იმიტომ რომ ყოველთვის ადვილი არ არის. შენ რო გაქვს ჩაწერა ერთ დღეს, შეიძლება იმ დღეს და იმ კვირაში ადამიანს არ ეცალოს ან მეც პოდკასტში ბევრჯერ მეუნებიან და კაცებშიც არის რომ აი სათო არ მოკავს, ესა თუ არ მოკავს და ხანდახან არის რომ ადამიანი გეუბნება რომ არ მინდა. ხო. ან ეს რაღაც ესეთი პერიოდი მაქვს რომ იქ და 3 თვის მერე ვცადოთ ან პირდაპირ უთქვამს ბეროს რომ არ მინდა. ხო. აქ თავის მიზეზი რომ არ უნდა რა და რატო არ მოკავს, რატო ხო გამოხვალ და იტყვი ვიცი რა დაურეკე და არ მინდაო. ხო. ეს ხო არ მოყვები და ამიტომ დაგვიწერეთ, ვეცდებით მაქსიმალურად რომ გავითვალისწინოთ ჩვენთვისაც საინტერესო იქნება იდეები ისეთი რომ აი როგორც იკოსთან იყო ისევე შინაურული. ნუ ეხლა ვინც არიცით ჩვენ ყავს ამდენი მონიშნული რომ ვიცით რომ კარგი გამოვა და შინაურული და ოჯახური, მაგრამ თქვენი იდეებიც გითხარით. ვის ფიქრობთ რომ კარგი იქნება იმ ფორმატში, რა ფორმატის წინ ეპიზოდი იყო. თან იცი რა არის ხა მაყურებელი რო გთხოვს აქტიურად ვიღაცას ითხოვს რომ მოიყვანეთ ეხლა წამყვანების ინტერესებშიც არის რომ ეგეთი მოიყვანო რომ ბევრი ნახვა კონდეს და მოეწონოს მაყურებელს და დიდხანს უყუროს და რაღაც ხო პირველ რიგში და ანუ ის არ არის რომ რაღაცა ჩინაზე არ მოხავს ვიღაცა რაღაცა პრობლემა არის ესე იგი იქ რა როცა ამდენი ითხოვს და ვიღაც კონკრეტული ვერ მოყავს კაცებშიც ხო ხშირად არის კომენტარებში ერთი და იგივეს რო წერენ ხოლმე კი ეხლა რაღაცა ისეთი რომ დაგვიწერონ სასწაული შეუძლება ბევრმა თან ილეთოპურია კაი გადავიდეთ კომენტარებზე ხო სხვადასხვა მაგ ეპიზოდიდან ნიკო რო ყავდა შორტი რო დავდეთ 95,000 ნახვა გაისროულა იმაზე Instagram-ზე და Facebook-ზეც კარგად აქვს და YouTube-ზეც YouTube-ზეც ის გამოდგა ჩემი და იგლიან შორტი ჩემი და გომბიშოს გვანცას ჩენელი არ გიხსენებია 75,000 გამომწერზე ავიდა გვანცას პიანო ჩენელი ხო ესეთი სერიოზული შედეგია ძალიან ბევრი ის ყავს საერთაშორისო გამომწერიც ხო და ყოჩაღა მადლობთ მაგრამ მე ძალიან მინდა რომ რაღაცა ქართველებიც მყავდეს რა იმიტომ რომ მართლა ალბათ 0.1% იქნება არა მასეც არ იქნება მართლა ანუ ძალიან ნახევა ასე არის არ მიჩვენებს სტატისტიკაში ქართველებს გამომწერები ის მართლა ხო 0.1 არ მეგონა ვიცი ხო და რაღაცა მინდა რომ ის კი არა რომ ვაიმე რაღაცა რა მაგარია რომ უბრალოდ მინდა რომ რაღაცა გონია რომ კარგს ვაკეთებ და მინდა რომ რაღაცა ქართველმა გამომწერებმაც გამოიწეროს და ნახონ რა და რა ვიცი თავისი აზრი დაწერონ და ასე შემდეგ და ვისაც დაგაინტერესებთ ვდებ ძირითადად აი background-ზე რომ მოусმენ და აი არ შეგაწუხებს და ესე სასიამოვნოდ მოსასმენი რო იქნება რა თუნდაც რა ვიცი მეგობრებთან ერთად რო ზიხარ და აი ჩართავდა ფონად რო რაღაცა მუსიკა რაღაცა ძირითადად ეგეთი ჟანრის ისეთი ვიდეო ადრე შორტებს ვდავდი ეხლა დავიწყე აქტიურად შედარებით გრძელი ვიდეოების დადება და ესე ვაპირებ გაგრძელებას და
ავედი 75,000. იმასაც აქ ვიწერთ, ამ ოთახში ვიწერთ. ხო. ახლა ვიდეოს. მაგარი ისა გვაქვს. გასაშლელი დასაკეცი სტუდია. ხო. 75,000 ახვედი და მომილოცავს და ასეთი და სხვა მრავალი. მადლობა დიდი. სხვა ბევრჯერ 75. კომენტარები? ხო. ბატონაც არა. ერთი კომენტარი იყო ეს თან სასაცილო თან მოიცა რა მინდა იცი ბოლოს რო ქონდა ეს რატო ვერ დავკეცე ეს ბოლოს რო ქონდა რა ზღარი წინაზე სხვანაირად მედოდა ესე იყო ხო არა ვა ესე აი ესე იყოს რასაც მომობდი ხო, წინა ვიდეოზე რო ვიკითხეთ რაღაცა, მე ის აღარ წაგვიკითხოს, იმიტომ რომ მე ვლოგი დავდეთ მოგზაურობის, მე გიყავდა. საამაყო ქართველები. საამაყო წავიკითხოთ აი. წავიკითხოთ. და ასახელეს უმეტესობა. წავიკითხოთ. ხოთა შორის აკა ფიგურირებდა მახსოვს. ხო. ეს იყო 26 მაისის ეპიზოდი, ანუ 24 ეპიზოდი. ხო. მით რო იწყება ჰიმნით. აპინული კომენტარი. ესე იგი კომენტი კითხვა იყო 21 საუკუნის სამოყო ქართველებია. ხო. და იყო აკა სინჯიკაშვილი არისო, გივი ნიკოლაიშვილმა დაგვიწერა. ბევრია ალბათ ცნობად თუ არა ცნობადი, მაგრამ ახლა ყვარა რომ არ თქვა დანაშაული იქნება. მარი კრეინი გვიწერს. ისეთ სიამაყეს გრძნობ და ისეთ ემოციებში ვარ ყოველთვის მისი წარმატების შემხედვარი, რომ არ ვიცი ვერ გავიხსენებ სხვას ასეც. კი ბატონო. გიადვალი, ხუჭა კვარაცხელია. გიორგი ანწუხელიძე, შინდისის გმირები და სხვა 2008 წლის ომის მონაწილე ყველაო. საამაყო ქართველებზე მხოლოდ ეს ხალხი მახსენდება, კი ბატონო. გეთანხმებით, ყველაზე დახმებით. ბონჯორნო. კორძი, გიგაშა, ნინუცობიძე. კი ბატონო. ბევრი შემიძლია ვირთაგვა, ჩვენი ვირთაგვა. თქვა, მაგრამ ყველაზე ცნობად და თან საამაყო არ ვიქნები ორიგინალური და ვიტყვი ხუჭა კვარაცხელია. სოფოს თვალით დანახულ გვანცას ისტორიებს ველოდებია. ხო. და კიდე ხუჭა კვარაცხელია იყო. ეს სოფო მაჩუკა. ეს საფრანგეთიდან ჩამომიტან. ეს ნუ მეთქვა რა, რომ ეს ფრანგული. საიდან საფრანგეთიდან? ხო. შვეიცარიაში იყო. საფრანგეთშიც იყო. ხო და ზუსტად საიდან ჩამომიტანა კი არ ვიცი. ფრანგული კარგად ჟღერს უფრო. თუ არა, პრინციპში შვეიცარია უნდა. ესეთი ლამაზი სამეჯორო. ხო, რა მოგეთ გამოიკვეთა რომ უმეტესობა ადამიანებს ხუჭა კვარაცხელიას ასახელებს. ხო. ყველაზე საამაყო ჩვენი ახლანდელ ყველა საამაყო ქართველებში. ხო. 21 საუკუნის. კი. კონკრეტულად. ხო, რაც შეეხება ახალ კომენტარებს. ერთი კომენტარი იყო დამამახსოვრდა რა, თან სასაცილო. თან რაღაცნაირი არ ვიცი, ტრაგიკული. რა შეიძლება ითქვას არ ვიცი. ნონა ბებია გვიწერს. ნუ იკო არის სიკეთე ბიჭი და ჯაფარას მისი მსგავსი კარგი გოგო რომ ხავს. მადლობა. შავი პიარის აგორებაზე გამახსენდაო. ბავშვობაში ყავდა პატარა თეთრი კურდღელი. რაღაც ძალიან გვიხაროდა და ერთ დღეს ჩამოვიდა ბებია და გამოაცხადა ბავშვებთან კურდღელი არ შეიძლებაო, დაკლეს, შეწვეს და შეჯამესო. სასწაული. ანუ თან უცებ რაღაცნაირად სასაცილოდ ეწერა. კი, და ძალიან უცებ. მაგრამ მე უცებ escalated quickly. მე დავფიქრდი და წარმოიდგინე ხა ბავშვისთვის. არ არის კარგი ამბავი. ან ესე რომ ანუ ბავშვებთან კურდღელი არ შეიძლება რა პონტია. როგორც იყოს შემთხვევაში იყო თუთიყოში არ შეიძლებაო. მოკითხო ნიდერლანდებიდანო. ხო. ეკა გეგეშიძე. კიდე ერთი იყო კომენტარი, ის ასწორებს თქვენი მოსმენად, თან ამაზონის იმას რო არ იგებო ეტყობა. ამერიკაში არის მუშაობს. მოკითხვა. მოგეთ ერთი კომენტარი იყო, ახლა ვერ აი, ემიგრანტები გიყურებენ ბლომად და მოკითხვა ყველას.
გიორგი გაგნიძემ დაგვიწერა ესეთი რაღაცა. მე მეშინია სტუმრების მოწვევით იმ გაცვეთილ პოდკასტებს არ დაემსგავსოს. რამენერად იქნებ ის სიმყუდროვე შეინარჩუნოთ. სტუმარიც რომ გეყოლებათ, იქნებ უშუალო კომუნიკაცია იყოს, როგორც მაგალითად ირაკლისთან იყავით. თუ ზედმეტი მომდის, მე მაპატიეთ. არა, ზედმეტი არ იყო. ხო, ჩვენც ეგ გვინდა ზუსტად, ხო. ჩვენც ეგ გვინდა, კი და მე მგონი იკოსთან კარგად გამოგვივიდა. გამოგვივიდა რა, როგორც ლაპარაკობთ ხოლმე და როგორც ჩაოლებრად შევხვდებით ვილაპარაკებდით, ისე ვისაუბრეთ და ჩვენც კარგი დრო გავატარეთ. კი, ნამდვილად. და ჩვენთვისაც უფრო კომფორტული იქნება ეგეთი სტუმრების მოწვევა. ხო, ну მოგეთ ხო, კიდე ერთი კომენტარი იყო ისა, რა ქვია, დადუნას დავგვპირდიო და გადაგვაგდეო. ხო. და ეხა ველოდებოდი თუ ერთად. ხო, დადუნას დავპირდით ჩემ პოდკასტში. ხო. მაგრამ სამწუხაროდ ვერ მოხერხდა ჯერ დავემთხეთ დროში ერთმანეთს, ასე რომ. ხო. და კიდე ბევრი იყო ეგეთი, რომ დაანონსებული მქონდა ვაპირებდი და ვერ მოხერხდა და ისეთიც კი იყო დავდე და მე შლა მომიწია. იმიტომ რომ რაღაცები მოხდა ისეთი არ ვიცი რა, მაგრამ სტუმარმა თხოვა ძალიან რომ პრობლემები შემექმნოდა, ამიტომ ეგეთიც იყო. ეგ მოხდა. მოხდა ეს მომავალ წარსულში. ეგეთი რაღაცა, ეგ რამდენიმე რაღაცა მოხდა ერთ დღეს, იმ შუქის ამბავი ალფის. ხო. მაქს სტუმრის ამბავი პოდკასტი რო აგაღებინა. ხო. და მაგ დღეს იყო კიდე რაღაცა გამოვიძახეთ. კარზე დააკაკუნეს და აი ალბათ ჯამში ანუ 3 წამი მოუნდა გიო იმამდე კარამდე მისვლას და არავინ აღარ იყო ზამანათი. ო, ფეხის მაისმოდა რომ ჩადიოდა უკვე. ფეხის მა თუ ისმოდა უკვე კარგია. ხო, არა, მადლობა თქვი მივაძახი და იქიდანაც რაღაცა მიპასუხა ბოლოს. მაგრამ როგორ მოვასწრო ესე ჩასულიყო კაკუნიდან არ ვიცი. თან ძალიან ხმამაღლა დააკაკუნა და კი, გული გამისკდა. ნახევარ საათის მომხდარი იყო ის ციმციმი და გადმოვარდა დივნიდან. ცალკე ოფი გადმოხდა იქიდან რა ხდება, აი ძალიან ხმამაღლა დააკაკუნა და კი, ხის კარი არის და აი იმებში უშასებში რო არის ხოლმე რაღაც არაადეკვატური ბრახუნი რო არის ხოლმე. ჯესი ჩვენ ჩამოწევდა ეს ბაღ. კარგი, წავედით ბოლოში. წავედით ბოლოსკენ. მადლობა. გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი. ძალიან დიდი მადლობა ბოდიში გადაგფარე. როგორც ყოველთვის. ძალიან დიდი მადლობა ვინც ბოლომდე დარჩა, განსაკუთრებული მადლობა დიდი მადლობა. კიდევ განსაკუთრებული მადლობა პატრიონის ხარდაჭერებს. და ერთი კვირით გამშვიდობებით. გამოგვიწერეთ, დაგვალაიქეთ, კომენტარები დაწერეთ. ძალიან გთხოვთ. გააზიარეთ ჩვენი გადაცემები. ხო, იმიტომ რომ დააძალეთ ხალხს რო გვიყურონ. მართლა ის არის, ჩვენთვის არის. რაც რომ ნახავ ჩაურთე ესე და აყურებინე. ხო, ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი გამომწერების რაოდენობა, იმიტომ რომ მოქმედებს ეგ პოტენციურ სპონსორებზე. ხო, იმიტომ რომ რაღაცა რამდენიმე დაკონტაქტება იყო უკვე სპონსორებასთან დაკავშირებით და ეს ციფრები ძალიან დაგვეხმარება, რომ იქნება რამე სპონსორი გვაშოვნინა. ხო. და ის რო არის, ხო იცი, რაღაცა გონახე რა ვიდეო გაჩვენო და ძალიან გრძელი ვიდეო რო არის. კი, და ეს უნდა დაჩვენოს ჩვენი პოდკასტი. ნახე რა მაგარი რაღაცა 1 საათს ნახევარი პოდკასტი. არა, ის იკოსთან ის იყო საერთოდ 2 საათი და რაღაცა იყო. ხო, და კეინტეგრე. შეაზიზღეთ ხალხს. ხო. მადლობა და ნახვამდის. დროებით.